ეს არის ტირანა, ალბანეთის დედაქალაქი. ქვეყანა, რომელიც თავის ენაზე არწივთა მიწას ნიშნავს. სწორედ ამიტომ მის დროშაზე ორთავიან არწივს შეხვდებით. ალბანელები ილირიელების შთამომავლებად ითვლებიან და ისინი უნიკალურ ინდოევროპულ ენაზე, ალბანურზე საუბრობენ. დიდი ხანი იყო ეს ქვეყანა ოსმალეთის იმპერიის ქვეშ, გასულ საუკუნეში კი ის კაცრ კომუნისტურ რეჟიმს წარმოადგენდა. ახლა კი ის არის დასავლეთ ბალკანეთის დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც ისტორიაში პირველად მინისტრად ხელოვნური ინტელექტი ჰყავდა. გამომყევით. ტირანას მთავარ მოედანზე, რომელიც მათი ეროვნული გმირის სკანდერბეგის სახელს ატარებს, საახალწლო განწყობა იგრძნობა. აქ მზიანი და რბილი ზამთარია, რაც ზოგადად ხმელთაშუა ზღვისპირას ახასიათებს. საახალწლოდ კი ბევრი გარე კაფე რესტორანი ეწყობა მთავარი ნაწვისხის გარშემო. ალბანეთი მსოფლიოში ცნობილია კაფეების ყველაზე მეტი რაოდენობით ერთსულ მოსახლეზე. ამ ქვეყანაში ყავის კულტურა ფართოდაა საზოგადოებაში დამკვიდრებული და 100 მეტრსაც ვერ გაივლის სოფელსა თუ ქალაქში. ისე, რომ კაფე არ შეგხვდეს აქ ბირჟას ყავის სახლები ანაცვლებენ. ყავის სახლი დამხვდა ალბანეთის ერთ-ერთ ისტორიულ ღირსშესანიშნაობა როზაფას ციხე-სიმაგრეშიც, რომლის მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4-მესამე საუკუნეში ილირიელებმა დაიწყეს. ძირითადი ნაწილი კი შუა საუკუნეებში აიგო. ეს ციხე სხვადასხვა პერიოდში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქ შკოდრას დაცვაში, რომელიც დღეს ალბანეთში ყველაზე ქრისტიანულ ქალაქად ითვლება. შკოდრა ალბანეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და კულტურული ცენტრია, სადაც ერთ ქუჩაზე შეხვდებით მეჩეთს, მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ტაძრებს. ასეა ტირანაშიც, რაც სამი რელიგიის წარმომადგენლების მშვიდობიანად თანაცხოვრებაზე მიანიშნებს. ტირანას ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა კი ეს ულამაზესი ბერძნული ეკლესიაა, რომელიც ქალაქის ცენტრშია და შეუმჩნეველი არავის რჩება მისი სიდიდისა და განსაკუთრებული არქიტექტურის გამო. ისტორიულად ალბანეთი ქრისტიანული ქვეყანა იყო, თუმცა ოსმალების 5 საუკუნიანი ბატონობის შემდეგ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმად თვლის თავს. დღეს ალბანეთში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, საქართველოზე 2.5-ჯერ პატარა მიწაზე. ადგილობრივები კი ამაყობენ თავიანთი ქვეყნის ისტორიით და ულამაზესი მთებითა თუ სანაპირო ზოლებით ადრიატიკისა და იონიის ზღვებზე. სწრაფი ტემპით ქმნიან ახალ ინფრასტრუქტურასაც, ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით მშენებლობებს. თუმცა ადგილობრივების მიხედვით ახალ უძრავ ქონებას მიუწვდომელი ფასები დაედო. ალბანეთი დიდი ხანია ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებასაც. 2014 წლიდან კანდიდატის სტატუსს ატარებს, 2022 წლიდან კი მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუმცა ამ გზაზე ქვეყანას კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. თქვენ რას ფიქრობთ ალბანეთთან დაკავშირებით? გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.